მოგესალმებით მეგობრებო ბუდაპეშტიდან. ადრიანი დილამშვიდობისა. დღეს დადგა ზუსტად ის ნანატრი დრო, ჩვენთვის ნანატრი ოცნება. იმედია რომ თქვენც ელოდებოდით ამ მომენტს, როდესაც მივფრინავთ ბელარუსში. გვაქვს აღებული ლიცენზია ლოსზე და ირენზე. გავტესტავთ ჩვენს იარაღებს. ოპტიკები სწორედ გვაქვს თუ არა გასწორებული. ახალი იარაღები ვისაც დაგვირიგდება, იმასაც შევამოწმებთ რამდენად ვეგუებით თუ არა ამ იარაღებს და ნახოთ შედეგები როგორი გვექნება. ჯუბე დაიწყება მორეკვა. ფაქტიურად ნომრებში დამდგარი არ ვიყავით, ჯერ ნორმალურად როგა სარეთმა მუშაობა დაიწყო. არ ვიცი, ვნახოთ რა გამოვა. იქით ხარეს ველოდები, თუ რამე დაჭრილი იქნება, გამოჩნდება მერე. შედეგი დადებულია. ძე კარგად დაიწყო შემოგვიყვება. რა გითხარი მე შერო შენთვის მომელოცო შემდეგი გითხარი ძმაო მივესალმები შესანიშნავ სამეულს მოგილოცავთ ბიჭებო კიდევ ერთხელ სამი მონადირებული ესეთი კარგი ლოსი არის აი შესანიშნავი შედეგი რა ვიცი დღეს გუშინდელისგან განსხვავებით სხვა ლოკაციაზე მივდივარ სანადირო სავარგულში შემოვედი.
ლოსი მოვინადირეთ. ირაკლი აშკარად კარგად გაარტყა. ნაჩვენე ერთი რა მოინადირეთ ბიჭო ყოჩახ თქვენ რა ყოჩახ დღეს შედგა ნადირობა ორი ლოსი და ერთი შველი სულ არ არის სული ჩემო ვარ. ნადირობა ლაბაზიდან საღამოს პირზე გარეულ ტახზე გვაქვს დაგეგმილი მოწესრიგებული მონადირის სტანდარტული პროცედურა ზედ დამონტაჟებული მოწყობილობები ზოგი ღამის ხედვის ოპტიკაა ზოგიც თერმული არ ვიცი საიდან მოვა ტახი მაგრამ ვიმედოვნებთ რომ აუცილებლად მოვა და საღამოს საკვებ ბაზას ეწვევა ჩვენც აქ დავხვდებით. ერთ-ერთ მინდორზე შევამჩნიეთ რამოდენიმე საშუალო ზომის ტახებისგან შეკრული კოლტი. ვფიქრობ, ეს ჩვენი შანსია. Congratulations, bro. ჩვენს შორის დისტანცია ნელ-ნელა იზრდება. ესა გამაგებინა ეგემა რომ მალემა ტახი მოინადირა და მივდივართ ადგილზე რომ ნახოთ. გილოცა ვიცი რომ რაღაცა კარგი ქენი. ხო, ემოციებმა ასე ვთქვათ, იფეთქა ჩემში. დღევანდელი ნადირობა ადგილობრივმა გამოცდილმა ეგერებმა დაგვიგეგმეს, რომლებიც დილაუთენია მოვიდნენ ჩვენს სამონადირეო სახლთან. აი, დღეს რაზე ვაპირებთ ნადირობას რა გვაქვს? როჭო, ევროპული როჭო. რიჟრაშთან ერთად როჭოც გამოჩნდა. დაძაბულობა მატულობს. ეს ხომ ჩემი ოცნების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტროფეია. მადლობა. ერთადერთი რაც შეიძლება მონადირემ გააკეთო, მუხზე დაუჩოქო შენს ნანადირებს. ესეთი რამე საქართველოში მე არ მინახავს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ესეთი რამე საქართველოში ძალიან ბევრს არ უნახავს. სანამ წალკაში მგელს არ მოვინადირებთ, წალკას არ შევეშვებთ. სტატის გამოპარული, რომელზედაც გეუბნებოდით. ოღრიყო იქ არ არის. მე მგონი. გოგა, აბა რა ქენი? მალე რა ვქენი და ერთი გამოპარული დავაბინავე ამოვიღეთ ბუნებიდან. ამით დავასრულეთ ნადირობა, ლიცენზირებული ნადირობა, რომელიც გაიმართა წალკაში, რომელსაც უძღვებოდა რატი დოლიძე და როგორც ხედავთ ძალიან დიდი წარმატება არის ნაჩვენები. წეწყაროს რაიონში მოგივართ სანაპიროს და გელზე
მე უჩეთენ მოჩერდები. შეჩუმა ადგილმა გაამართლა დაციებული. მშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტიდან, რადგან აქ გვაქვს აღებული ლიცენზია დაცებლის მოპოვებაზე. აკებადა ბედნიერებას გასულიყო. როგორი სიმპათიური ბიჭები არიან. როგორ ახალ ბავშვი, კიდე მანქანები გვაგზავნეთ. გადავნაწილდით ნომრებში. ვიმყოფებით ძალიან საინტერესო პერსპექტიულ ადგილზე. სხვათა შორის წარმატებულად. ნადირობაც დასრულდა წარმატებულად. გურჯაანის რაიონში, სოფელი კალაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ლიცენზირებული ნადირობა. გამოხშირეთ ტურები, 4 ავიღეთ, 1 დაჭრილი წაგვივიდა, ბიჭებმა იყო ჩაღეს კარგად. მივდივართ სამეგრელოში. სენაკი, აბაშა, სუგდიდი, ფოთი. აი ესეთი 4 კუთხედი გვაქვს შეგული. ბედნიერები ვართ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ბრწყინვალედ ჩაიარა დღევანდელმა დღემ. მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფებით ძალიან მაგარ ადგილზე, ეს არის ისევ საქართველო, ისევ ჩვენი ქვემო ქართლი. საკმაოდ დიდი გუნდიანი. წესით წრე უნდა დაგვარტყას.
რაღაც პერიოდის შემდეგ შემოვიდ ეს დააცადე შემოვა დააცადე დამაჯდა თავზე რაღაცა ეგეც ორი გამოვიდა ორი სროლა ორივე ავიდა ორივე დაგვანილია მოვიდა შეთავზე ბიჭო შეთავზე ხუთი მონადირევ ნადირობდით დღევანდელ დღეს და შედეგად მივიღეთ 50 ცალი, რაც თითო კაცზე 10 ცალის შესრულებულ ლიმიტს ნიშნავს. ისევ მივდივართ სანადიროდ, გაგანია მწყერის სეზონი არის. Opa! Ხავდი. წარმატებით საკმაოდ. საგოლ! დღევანდელი დღე შედგა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.